მოგესალმებით, ეს არის თერაპიული იგავების სადაც ზღაპრების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერა ბონიანი. დღეს შემოგთავაზებთ ზღაპარს დიდებისათვის ლოგოკინა. ეს ზღაპარი უკავშირდება სეპარაციის თემებს, მშობელთან სეპარაციის, მიჯაჭულობის თემებს, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას და ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობებს. ვიწყებთ ზღაპრის წაკითხვას. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლოგოკინა, რომელსაც ბაკანი არ ჰქონდა. ასე როგორ მოხდა? ყველაფერი ხდება. ჩვენს ლოგოკინას ასეთი რამ გადახდა თავს. ბავშვობაში, როდესაც მისი ძამიკოები და დაიკოები აგროვებდნენ კირის ნამცეცებს, შემდეგ მათ შეექცეოდნენ. ამით ბაკანის შექმნას უწყობდნენ ხელს, რათა მომავალში ძლიერნი და დამოუკიდებელნი გამხდარიყვნენ. ლოგოკინას კი კირის გემო არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ ბაკანის გაზრდა მისი არ იყო. და როცა ცოტათი წამოიზარდა, ისწავლა სიტყვა დანიშნულება და ხშირად ამბობდა, რომ მე არა ვარ ბაკანის ასაშენებლად დაბადებული. მე ისეთი რბილი და მყიფე ვარ, რომ სინაზისათვის გავჩნდი. პაწაწინა ლოგოკინა ჩაეკონებოდა ხოლმე დედას და თავს აფარებდა მის ბაკანს. მიეკრებოდა ხოლმე თავისი სუსტი და მგრძნობიარე სხეულით დედიკოს თბილ გვერდს. დედა კი ბუზღუნებდა, როგორც ყველა დედა, მაგრამ მაინც ჩაათბუნებდა და ალერსიან სიტყვას ეტყოდა ხოლმე. თუმცა ჩხუბიც მოსდიოდათ, რადგან ორისათვის ერთი ბაკანის ქვეშ ძალიან დიდი სივიწროვე იქმნებოდა და მით უმეტეს, რომ ჩვენი ლოგოკინა თანდათან იზრდებოდა. მაგრამ ჩხუბის შემდეგ კვლავ მშვიდობა ჩამოარდებოდა ხოლმე ოჯახში. დედის ბაკანი საიმედო იყო, ხოლო ლოგოკინების ცხოვრება კი უღრუბლო. აი დადგა დრო, როდესაც ლოგოკინა, მისი ძმები და დები გაიზარდნენ და მშობლებმა ისინი ძალიან ფაქიზად გაისტუმრეს სახლიდან, რადგან უკვე დადგა დრო, რომ მათ თავად აეთვისებინათ სამყარო. მეშინია, აღელვებით დაიწრიპინა ლოგოკინამ. დედიკო, შეიძლება შენთან და მამიკოსთან რომ დავრჩე? მე ხომ ბაკანიც არ მაქვს. ხო და გაიზრდი მას, თუმცა დაგვიანებით და გექნება. კაცრად უთხრა დედამ და მამა ლოგოკინამაც კვერი დაუკრა მას. იყო ხე შენთვის მშვიდობით. ყველა ცოცხალ არსებას უდგება დრო, როცა უნდა გაიზარდოს და ვინც ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს და დედის ბაკანს ვერ მოსწყდება, მერე ასმაგად უფრო გაუჭირდება. არა უშავს მომუწა ტუჩები ჩვენმა ლოგოკინამ. მე იქნება არ მინდა ამ ბაკნის გაზრდა, ამაში არაა ჩემი დანიშნულება. ძალიან ჭკვიანად და განსწავლად მიიჩნევდა ხოლმე თავს, როცა ამ სიტყვას წარმოსთქვავდა. ბაკნის გარეშე მე ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და ნებისმიერ არსებასთან, მხოლოდ კარგად შემიძლია რომ შევერწყა. სინაზეში და სიყვარულში შემიძლია თავის სრულად გამოვლენა. და ის ამაყად გახოხდა და მშობლიური ეზოდან თავისი დანიშნულების ასასრულებლად გაუდგა გზას. თავიდან სამყაროში ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. თითქმის ცამდე აღმართული რკალისებრი წვნიანი მინდვრის ბალახები, სოკოებიც, ტენიანი ქუდები რომ ეხურათ თავზე, რომელზე აზრომაც ძალიან სასიამოვნო იყო, ხის ფესვებიც. შემდეგ კი თითქოს შეუმჩნევლად ძმები და დები თავისთვის გახოხდნენ. თითოეულს ხომ თავისი გზა ჰქონდა და თან წვიმამაც დაიწყო წკაპუნი. რა კარგი იქნებოდა ახლა დედის ბაკნის ქვეშ შეძრობა და მის თბილ სხეულთან ჩაკორება, მაგრამ ამჯერად ლოგოკინას მძიმე და ცივი წვეთებისაგან თავის დაღწევა ოროვანდის ფოთლების ქვეშ მოუწია, სადაც თავისი პირველი ღამე გაატარა ამ დიდ სამყაროში. დილას კი მზემ გამოანათა და ყველაფერი გააშრო ირგვლივ. ლოგოკინა მის აუზმა
საგონებით აივსო და კვლავ განაგრძო გზა. მას ეგონა, რომ ასეთ საოცარ მზიან დღეს მის ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო და არაჩვეულებრივი მართლაც მოხდა. როდესაც მზემ ყველაზე მაღალ წერტილს მიაღწია, ძველი არყის ხის ქვეშ არსებულ გორაკზე ბაკანის არ მქონე ლოკოკინამ ის დაინახა. ეს ის არის, გაიფიქრა ჩვენმა ლოკოკინამ და გული გაუჩერდა. მერე კი მას ძალიან სწრაფად დაიწყო ფეთქვა. ლოკოკინამ მიხვდა, რომ ტყუილად არ წამოვიდა მშობლიური სახლიდან, რადგან ეს რომ არ გაებედა, ვერასოდეს შეხვდებოდა თავის ბედს. ეს იყო ბიჭი ლოკოკინა, მისივე ასაკის, მას ეშმაკური შავი თვალები და საიმედო ქარვისფერი ბაკანი ჰქონდა. ახალგაზრდები იოლად დამეგობრდნენ და მთელი დღე მოგზაურობდნენ, იკვლევდნენ დიდ სამყაროს ერთად. ბიჭი ლოკოკინაც ახლახანს წამოვიდა მშობლების სახლიდან და უკვე ბევრი რამ გაეგო ირგვლივ გადაჭიმული მწვანე სივრცის შესახებ და შეძლო ბევრი საინტერესო რამ მოეთხრო. ლოკოკინა კი უსმენდა და სინაზისაგან დნებოდა. ბიჭი ლოკოკინა ამას გრძნობდა და მასში მისი სინაზის საპასუხოდ თბილი ტალღები აღიძვრებოდა ამ სასაცილო და დაუცველი პაწაწინა ლოკოკინასადმი. ღამით, როდესაც აცივდა, ლოკოკინა გაითოშა. შემომიშვი შენს ბაკანში, სთხოვა მან თავის გმირს. მეორე ღამეს თოვლის ქვეშ უბრალოდ ვეღარ გაუძლებ. მე ძალიან ნაზი ვარ და დავიღუპებიო. ასეთი სიტყვებისაგან ახალგაზრდა ლოკოკინას გული შეკრთა. შენ არ დაიღუპები, საყვარელო, ვიდრე მე გყევარ. გულწრფელად შეძახა მან და შეყვარებული თავის ბაკანში შეუშვა. ის კი ნეტარებით მიეკრო თავის პრინცს და ყურში ჩასჩურჩულა. ახლა ეს ჩვენი საერთო სახლია, ხომ ასეა? ხო, რა თქმა უნდა, ოდნავ შემგრთავმა უპასუხა ბიჭმა. ლოკოკინამ მას არასოდეს გაეგონა, რომ ორ ლოკოკინას ეცხოვრა ერთი ბაკანის ქვეშ, მაგრამ მის პატარა და მგრძნობიარე მეგობარში იმხელა სინაზე და სითბო იყო, რომელსაც ის გულუხად უნაწილებდა მას, რომ საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ ერთი ბაკანის შესახებ აზრი არც თუ ისე ცუდი იყო და ამის შემდეგ მათ ერთი ბაკანის ქვეშ დაიწყეს ცხოვრება. და ამის შემდეგ განუყრელად ერთად იყვნენ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ უბაკნო ლოკოკინას მათი სახურავიდან გარეთ გამოძრომა საერთოდ არ უყვარდა. და თუ კი ამას აკეთებდა, მხოლოდ მცირე ხნით. და მერე კი საერთოდ შეწყვიტა ეს. თავიდან ისინი ძალიან მყუდროდ გრძნობდნენ თავს, ათბობდნენ ერთმანეს, ტკბებოდნენ ერთად ყოფნით. შემდეგ კი ბაკნიანმა ლოკოკინამ თავი შევიწროებულად იგრძნო და მოინდომა, რომ თუნდაც ერთი საღამო მაინც გაეტარებინა მარტოს. თავის მეგობარს სთხოვა, რომ მას მცირე ხნით მაინც დაეტოვებინა მისი ჯავშანი, მაგრამ მე ხომ მოვკვდები შენს გარეშე ძვირფასო, ეხვეოდა ყველა თათებით თავის მიჯნურს და უთხრა, ჩემი ცხოვრების აზრი ხომ იმაშია, რომ მუდამ შენს გვერდით ვიყო. ჩემი ცხოვრების აზრი? ზევდიანად კითხა ბიჭმა ლოკოკინამ. ჩემს ცხოვრებას რაიმე აზრი აქვს? ცხადია, რა თქმა უნდა, უპასუხა უბაკნო ლოკოკინამ. იყო ჩემი სახლი და მათბობდე. ჩვენ ხომ განუყრელად ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან, ჩემო ქარვისფერო. და ბაკნიანი ლოკოკინა ისევ ჩახურებულად და ვიწროდ გრძნობდა თავს, ხან ასე და ხანაც ისე. თავიდან უფრო პირველი, ხოლო შემდეგ უფრო მეორე მდგომარეობა აწუხებდა და ჩვენი ლოკოკინაც ვიწროდ გრძნობდა თავს.
მაგრამ ის მიჩვეული იყო ვიღაცის თბილ სხეულზე ყოფილიყო მიკრული ჯერ დედის, ახლა კი შეყვარებულის ტანზე და უბრალოდ ვერ ხვდებოდა, რომ სხვაგვარადაც შეიძლებოდა იქნებ ეშინოდა მიმხვდარიყო, რადგან მაშინ იძულებული იქნებოდა დამოუკიდებლად ემოქმედა და არა ჯობს ამაზე არ იფიქროს, ამაში არ არის მისი დანიშნულება. მაგრამ ერთხელ ლოკოკინამ უთხრა, მე მეტი აღარ შემიძლია, ვიხჯობი სივიწროვისგან, წადი თუ შეიძლება, მე კი სხვა მხარეს წავალ. ჩვენ ხომ ერთი სამყარო გვაქვს ორივეს, აქვითინდა უბაკნო ლოკოკინა. არა, უჩვეულოდ მკაცრად უპასუხა მან, სამყარო ეს თავისუფლებაა, ეს არის ის, რაც გარს გვარტყავს, ეს არის ის, რაც მინდოდა რომ შენთან ერთად შემესწავლა, საბოლოოდ კი შენ ჩემთვის ტვირთად იქეცი და ასე მე აღარ შემიძლია. მაგრამ მე არ მინდა სამყაროს შესწავლა, კიდევ უფრო მწარედ აქვითინდა ლოკოკინა, მე მინდა რომ მქონდეს ჩვენი საერთო პატარა სამყარო და მასში სრულად ავიტქვიფოთ, რადგან არ მინდა სამყაროს შესწავლა. რადგან არ გინდა სამყაროს შესწავლა, მაშინ შენი სამყარო ვინმე სხვასთან ააგე, დაასკვნა ლოკოკინამ. ის თავს უკიდურესად დამნაშავედ გრძნობდა, როცა ფრთხილად, მაგრამ მაინც ხელი ჰკრა დაუცველ ლოკოკინას თავისი ბაკნიდან, მაგრამ ამავე დროს, როდესაც ის უკვე აღარ იყო მის გვერდით, მან იგრძნო, რომ ტყვეობისაგან გათავისუფლდა. მაპატიე, სიმწრით თქვა მან და ბალახებისკენ გახოხდა. პაწაწინა ლოკოკინა 2 დღე ტიროდა და ღამეები ფოთლების ქვეშ შეყვუჟულმა გაათია და თითქმის გაიყინა და გახევდა. სწორედ იქ იპოვა იგი მოზრდილმა ლოკოკინამ. ის გაცილებით უფროსი იყო და საკმაოდ ძლიერი, ამასთან თავაზიანი და ლამაზი. გაიცნეს თუ არა ერთმანეთი, მოზრდილმა ლოკოკინამ დააპურა პატარა, მოისმინა მისი ისტორია და ჰკითხა, ბაკანს რატომ არ იზდიო? წარმოიდგინე ამით რამდენად საინტერესო და დამოუკიდებელი გახდება შენი ცხოვრება. ბაკანი ხომ შენი შეგრძნებებია საკუთარი თავისა. ის არამხოლოდ კირისგან იქმნება, არამედ იმ გატაცებებისგან, რომელიც მარტო შენია, შენი პირადი მიზნებისგან, საკუთარი თავის სიყვარულისა და პატივისცემისგან. და რაც არ უნდა ხდებოდეს, ვინც არ უნდა მიგატოვოს. თუ კი გაქვს ბაკანი, ყოველთვის გრჩება საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ძალიან გჭირდება და მაშასადამე არასდროს დაიკარგები. უბრალოდ გამიგეთ, მე ამისთვის არ ვარ დაბადებული, სევდიანად ამოიხრა ლოკოკინამ. აბარისთვის ხარ დაბადებული? ლოკოკინამ თავის თანამოსაუბრეს თვალები მიაპყრო, ცოტა ხანს შეყოვნდა, შემდეგ კი მისკენ გაექანა და მისი ბაკანის ქვეშ შეძვრა, ყველა თათით მოეხვია და მიეკონა. აი ამისთვის. მე დავიბადე, რათა ვაჩუქო სიყვარული და ალერსი. ჩემში იმდენი დაუხარჯავი სითბოა, უფრო მეტი, ვიდრე მზეში. მზე სწორედაც რომ ხარჯავს სითბოს და ამითვე მოიპოვებს მას, ხოლო შენ კი ასე ცდილობდა აეხსნა მოზრდილ ლოკოკინას მისთვის რამე. მე შენ მთელი გულით მეყვარები, ჩემო მხსნელო, თქვა ლოკოკინამ, ხოლო დამრთენება, რომ შენი ბაკანის ქვეშ დავიდო ბინა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა დიდ და მტრულ სამყაროში გამომაგდეს, მე მხოლოდ სიცივისაგან ვითოშები, კოდები მარტოდ დარჩენილი. მოზრდილ ლოკოკინას ცხადია ესმოდა, რომ ორივესათვის ერთი ბაკნის ქვეშ ყოფნა დიდად სახარბიელო არ იყო, მაგრამ მის მიერ გადარჩენილი დაუცველი ლოკოკინა ძალიან გულწრფელად და გულის შემძვრელად საუბრობდა, ხოლო თავად მან კი
მეუღლე დაკარგა და მას ძალიან აკლდა სითბო და სიახლოვე. ერთი სიტყვით დაიწყეს ერთად ცხოვრება და ვინ იფიქრებდა, მაგრამ ისტორია განმეორდა. თავიდან ერთი საერთო სამყარო, სიმყუდროვე, პურში სასიამოვნო ჩურჩული. შემდეგ კი მოზრდილმა ლოკოკინამ სივიწროვე იგრძნო, მარტო ყოფნა მოუნდა, მაგრამ პატარა ლოკოკინას ის თავისი ერთი ბეწო და თითქოს გამჭვირვალე თათებით ძალიან მაგრად ეჭირა. თავიდან ალერსიანად ცდილობდა მის დაყოლებას დიდი ლოკოკინა, შემდეგ უკვე ბრაზდებოდა. მერე კი მიხვდა, რომ უნდა გადარჩენილიყო. ყველა მტოვებს განწირულად აღმოხდა უბაკნო ლოკოკინას, დაინახა რა, რომ მისი მხსნელი ტოვებდა მას. ლოკოკინასათვის უჩვეულო სისწრაფით. ამის შემდეგ ლოკოკინა სიყვარულისადმი იმედგაცრუებული დარჩა. ეს რას გავს? შენეფერები და ეხოვი მათ თბილი გარემოსათვის, მთლიანად ითქვიფები, იხსნები მათში, ისინი კი გაგირბიან. შენ კი ისეთი ხარ უკვე სრულად გახსნილი და ათქვეფილი მასში. ყოველი განშორების შემდეგ შენ აღარ ხარ მანამ, სანამ არ მოხდება რაღაც ახალი და არ მოხდება შენთან ახალი თბილი ლოკოკინა და არ აღმოაჩენ მასში საკუთარ აზრი. რა უცნაური სიტყვა, ფიქრობდა ჩვენი ლოკოკინა. ადრე მე მასზე არ მიფიქრია, მაგრამ გონია რომ თუ კი მივხვდები რა არის ეს აზრი და მას მოვათავსებ არავინმე სხვასთან, არამედ ჩემთან, ბაკანის ქვეშ, მაშინ გავბედნიერდები და აღარც შემცირდება. მაგრამ ეს ბაკანი მე ხომ საერთოდ არ მაქვს. და დაიწყო ლოკოკინამ ტყის წყაროების გამჭვირვალე წყლიდან კირის ნამცეცების შეგროვება, ხოლო პასუხად იმ კითხვებზე თუ ვინ ვარ მე, რისთვის ვარ, რისთვის უნდა ვცემდე პატივს საკუთარ თავს, თავისთავად ყველასაგან გამორჩეულად რთული სათქმელია, მაგრამ მივხვდი, რომ დამოუკიდებელი ვარ, როგორც ნამცეცი საკუთარი თავისთვის. სწორედ ასე აიშენა საკუთარი თავისთვის ბაკანი, როგორც იქნა. ბოლოს და ბოლოს აიშენა ბაკანი, ვაშა. და ბაკნის ქვეშ ჰქონდა მას არა მხოლოდ ფაქიზის სხეული, თათებითა და ორი საყვარელი თვალით, არამედ მისი პირადი და ყველასგან დამოუკიდებელი აზრი. და მაშინ ჩვენმა ლოკოკინამ, ახლა უკვე ბაკანის მქონემ, გაიგო, რომ დიდი სამყარო უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და საინტერესოა, რომ ბევრი რამაა მასში საოცარი, ხოლო მანამდე თავად ვერც კი ხედავდა. სხვისი თბილი ბაკნიდან, რომ ღამით ტყეში სულაც არაა საშიში და წვიმაშიც კი უსაფრთხოდ ხარ, რადგან შენი მტკიცე ბაკანი ყველაფერს გაუძლებს, ხოლო ბაკნის ქვეშ კი მთელი სამყაროა, რომელიც შენ გეკუთვნის. ლოკოკინამ სულის პირადი სივრცე ამ სახურავის ქვეშ თავსდებოდა და არ მოიწყენდა ხოლმე საკუთარ თავთან განმარტოებული. და როცა ეს ყველაფერი ჩვენი ლოკოკინასათვის ცხადზე უცხადესი გახდა, ერთ მშვენიერ და მზით გაფრწყინებულ დღეს მან გაიცნო წითელ ჭორფლება ბაკნის მქონე ლოკოკინა. თითქოს და მზემ მონიშნაო ის. თავიდან ლოკოკინამ ის ვერც კი შენიშნა, რადგან ნამის წვეთებში ცის ანარეკლს ათვალიერებდა და ელოდა წვეთი როდის მოსწყდებოდა ბალახს, რათა საბოლოოდ სრულად აევსო ჩაიდანი.
რომელიც პაწაწინა ყვავილის გულისაგან ჰქონდა გაკეთებული, რომ დაეგემოვნებინა დილის ჩაი. და ამ დროს მას დაუძახეს: „ჰეი, მშვენიერო ლოკოკინაო, ერთი წუთით დამითმეო“. ის მოტრიალდა და ჭორფლიანი ლოკოკინა დაინახა და პირველი შეხედვისთანავე ძალიან მოეწონა. „მე ჩაის დალევას ვაპირებდი“, თქვა ლოკოკინამ, „დალევ ჩემთან ერთად“. და ისინი სვავდნენ ყვავილოვან ჩაის, ოდნავ ეხებოდნენ რა ერთმანეთს ბაკნებით, საუბრობდნენ იმაზე, თუ ვინ რომელ ველზე იყო ნამყოფი, ვის რა ჰქონდა ნანახი და რაღაც შეუმჩნევლად შეთანხმდნენ იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ერთად თუ წავიდოდნენ იქ, სადაც მანამდე არც ერთი მათგანი არ ყოფილა. ისინი საუბრობდნენ დილიდან საღამომდე. თითოეულ მათგანს ხომ თავისი ბაკანი და გამოცდილება ჰქონდა. მათ ბევრი რამ ჰქონდათ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი და ეცნობოდნენ რა ერთმანეთს, სულ უფრო და უფრო ივსებოდნენ ურთიერთ სიმპათიით და ბოლოს კი ორივეს შეუყვარდა ერთმანეთი. თითქოს და დიდი ხანი არ იყო გასული, მაგრამ როგორ შეიცვალა ცხოვრება. მოხოხავდნენ ერთად ჩვენი ლოკოკინა და ჭორფლიანი ლოკოკინა, ალერსიანად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, თითოეული საკუთარ სახლს ატარებს, მათ უკან მოჰყვებათ წყება პაწაწინა ლოკოკინებისა, ძალიან სუსტი, ფაქიზი, მაგრამ ნამდვილი ბაკნებით. ორი დიდი ბაკანი და ბევრი პატარ-პატარა ბაკნები, ერთად კი მთელი დიდი სამყარო, ისეთი, როგორი სურვილიც ლოკოკინას ჰქონდა, ოღონდ უფრო უკეთესი, საერთო სამყარო, სიკეთით, სიყვარულით და აზრით სავსე სამყარო, რომლის წყარო თავად ჩვენშია, მაშინაც კი, როცა ჩვენ არ ვართ ლოკოკინები, თუმცა არც თუ ისე დიდად განსხვავდებით ჩვენ მათგან. ეს არის ზღაპარი, როგორც მოგახსენეთ, პიროვნების ჩამოყალიბებაზე, სეპარაციაზე, მშობლებთან, ჯანსაღ ურთიერთობებზე. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოხმაურება. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი თემები და საკითხებია, რომლებიც ძალიან აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ძალიან ხშირია ეს პრობლემები, რომელიც უკავშირდება ამ საკითხების მოუწესრიგებლობას, მოუგვარებლობას, როცა შენ დამოკიდებული ხარ სხვა ადამიანზე, როდესაც ნაკლებად დგახარ მყარად საკუთარ ფეხზე, როგორც სულიერი, ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით და შესაბამისად ამ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობების ხარისხი ვერ გამოირჩევა დიდი მშვენიერებით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი განუმეორებელი გამოცდილება, თავისი სამყარო და იყოს თავდაჯერებული, ჰქონდეს სწორი წარმოდგენები ბევრ საკითხზე, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი ურთიერთობები ადამიანთა შორის. ასე რომ გამოგვეხმაურეთ, თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდეთ, დავკომენტარეთ თუ შეიძლება და გამოიწერეთ ჩვენი არხი.